მადლობ. გამარჯობა. ჩემო საყვარელო ვირტუალურო მაყურებელო. აი გვანც არ არის ეგრევე ფორმიდან ამოვარდი. მოკლედ. აი მე ვარ ახლა აქ, დიდი მადლობა რომ მოხვედით. ჩემთვის ვინც მოხვედით. რაც შეეხება გვანცას ახლა არ არის. და იმ თავის სილამაზის გამო თუ რის გამო, მაგრამ ახასიათებთ ეთყობა ქერებს და ლამაზებს ეგეთი რაღაცა. ლამაზი გვანცა წავიდა ამერიკაში. ნიუ-იორკიო თან. მე ახლა ხანს გავიგე ეს ამბავი. იქიდან შემოგვეხმიანება და შემდეგ გადაცემებში მის წარმატებების შესახებ აუცილებლად დავილაპარაკებთ და ასე ვთქვათ, კიდე შეიძლება არ არის გამორიცხული რომ ამერიკაშიც დაუკავშირდეთ მას და თვითონ მოგვიყვება ყველაფერს. სანამ გვანცა არ არის, კი არა და რახან გვანცა არ არის და სანამ არ ვიცი ვინმე აი ამ ადგილს დაიკავებს, მანამდე აუდიტორია რა. კი აქ ერთი გოგო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუდიტორიამ შეიძლება თავი იგზნოს წამყვანად ახლა. თანაწამყვანად ხო შეგიძლიათ რომ არ გაქვთ სურვილი ყოველ შემთხვევაში რომ იგზნოთ ახლა რატო გეუბნებით რომ თქვენ დამისვით მაშინ კითხვები გვანცა მისმოდა მაგრამ და მე გიპასუხებ ამაზე რა. გამარჯობა. აი რას ფიქრობ TV Shop-ის რეკლამებზე? შენ გაიხარე ფარო დამისვი რა. ჯერეთი ყველაზე სასაცილო რა არის? TV Shop-ი, შენ იცი რომ საიტი არ არსებობს ეგეთი? მართლა გეუბნები, TV Shop-ის საიტი არა აქვს. უკვე კურიოზი არის რა. ანუ TV Shop-ი არის ფიქცია. ანუ რო აკრიფა TV Shop-ი არ ამოგიგდებს. არა სამაგერად არის არეკლამო რაღაცა, მე არ ვიცი მაგას რა დავარქვა, მაგრამ ნუ TV Shop-ზე აი სიგიჟია, მე ვიტყვი, იმიტომ ნუ გარდა იმისა, რომ აი ეს რაღაცა რო აქვს ხომ რა, რომ ახალი საღებავი ჯეკობ 52 და ჯერ თეთრი კადრი როა უბედური კაცი რო ესე ღებავს ამას წვალობს და რო ვერ ღებავს და რო აგდებს რაღაცა ნუ ქართულ რეალობაში ეგრე იქნებოდა რაღაცა ისე ქართული ვარიანტიც უნდა გააკეთო მაგის მეთოდით ხო და უცბად მე რო ნათდება ყველაფერი და ბედნიერი უკვე B52 თუ რაღაცით უკვე რომ ფერადია თან ეს უკვე ის შავ-თეთრი იყო ხდები მე გონია რომ კიდე უფრო მეტი კონტრასტი შეიძლება გააკეთოთ ის მინჯური ყოფილიყო და ეს კიდე ხმიანი რა ну რაც ეგეთ და TV Shop-ზე რატო გამახსენა ანუ ამას უყურებდი ხოლმე რა ნახე ოქროს თევზი დავიჭირე გახსოვთ ადრე რო იყო კიდე რაღაც ეგეთი რეკლამა იყო დანიბზე რო იყო რაღაც ხო და ძალიან მანერულები იყვნენ და აი ძალიან ისეთი იყო ხო აი მაგრამ რაღაცა ამბობენ რომ მაინც მოქმედებსო ხალხზე მაგრამ ერთხელ მოვდივარ თბილისი მოლია ხო ის ყველანაირ ტანსაცმელი რო იყიდება და რო შემოვდიოდი რა უცბად რაღაცა დახლი იყო შეძდექით მოქალაქეო ესე შემომძახა რა და რო შემოვიღე და სიმპათიური ქალი იყო და რაღაცა მივედი და თან ეს შეძდექით რომ მითხრა მივხვდი რომ რაღაცა ისეთებს ილაპარაკებდა რომელსაც მე აქ შემეძლო ნუ აქ მაინც მოვყვები ან ხანებობაც მოვყვები რა მასალა ასე თქვა ხო და მივედი და უცბად მეუბნება რომ მომაწოდეთ თქვენი ბჭხილი თუ შეიძლება ნუ გაუწოდე ხელი ხა ბჭხილს ხوار გაუწოდებია რა და მივეცი ეს თითი დაიჭირა ჩემი თითი ძალიან ესე და უცბად დაიწყო რაღაცების მკეთება რომ ჯერ მითხრა რომ თქვენ მზად ხართ რომ თქვენი თითი ბზინავდეს მეთქარი კი მაშასე ჩვენ მიღებთ ჯერ პირველ რიგში ზეთს აკეთებ მკვდარი ზღვის პროდუქტებით გაკეთებულ ზეთს ამას უვაცებ მე კიდე რაღაც მოკლედ რაღაც არ ვიცი რა რაღაც ეგეთი ჩამიტარა ბოლოს ეგეთი რამე მითხრა რომ მზად ხართ თქვენ სიურპრიზი იხილოთ მეთქარი კი და მეუბნება 3 2 1 და მაშასე თქვენი ბჭხილი ბზინავს უცბად ხო იცი და თან ვეუბნებოდი მეთქი საპონზე ეს საპონი კარგია ვეკითხები ეს საპონი არის მკვდარი ზღვის პროდუქტი ესე ნატურალური ჩაირთვებოდა ხოლმე და ნუ ამბობდა რომ კარგია მე რო ყველაფერზე რაზეც ვკითხე მეუბნებოდი რომ ეს არის საუკეთესო ანუ აი ეგეთი დონეზე მეუბნებოდი არაფერზე არ ვთქვი რომ არის ცუდი მე ჩემი თავი დავიჭირე ერთ აზრზე რომ ხო არიან ესე იგი ეს ადამიანები დატრეინინგებულები რა და არის მეორე კატეგორია ეს თვითნასწავლები რა პაპა ნიკოლას ამბავში რა და აი ეგეთი ადამიანები როგორ არის აი მაგალითად მიდიხარ ბაზარშიც არა აი სადღაც ხო იყენებენ ხოლმე ფარეხებს იმისთვის რომ გაყიდონ ვაშლი რაც პოსტნეულის პროდუქტები და ასე შემდეგ ხო და აი ეგეთ ადამიანთან რომ მივსულ ვარ შემიმჩნევია რა რომ ანუ პრინციპში ძალიან სწორი მარკეტინგული გათვლები აქვს ხოლმე. ისე რომ არავის არ უსწავლეს, სიტყვა მარკეტინგიც არ იციან და არ სჭირდებათ მე თუ მკითხავ. და რას აკეთებენ ხოლმე რომ მიდიხარ და უცბად ეუბნები რომ ის პომიდორი რაღაც რაღაცა და 3 ლარიღის მოვუკაი პომიდორი არის მარნეულიდან არის რაღაცა. მეკითხები კარტოფილი სვანურია მოვა წითლების საფოხი და კარგია ძმაო რა. ის თურქული ნაგავი არ გეკონოს გეუბნება. ყველა და მაგრამ ეხლა ნახე იმ ქალისგან განსხვავდება რომელიც ყველაფერზე ამბობს რომ არის კარგი.
ეს უცბად რას გეუბნები და ის რაღაც რა ქვია ნიორი. მოიწია ქეუნება რა მოდი არ გირჩევ რა. 10 დღის არის ამოტანილი არ არის მოკაინი. წვანილი რაღაც რომელიც 20 თეთრი ღირს და ნიორი ცხია. წვანილიც ახლა როგორია თის მაგ პროსტა წყალი მივასხი ახლა თორე ის არ არის მოახალი არ გირჩევ. მაგრამ მე ახლა და აქ ანუ რა ხდება? რეალურად რაც ძვირი ღირს იმაზე გეუბნება რომ კარგია, მაგრამ რაღაცა მწვანილი და ნიორი რა გეუბნება რომ ცუდი, ანუ შენ დობაში შედიხარ უკვე, იმიტომ რომ ის გეუბნება თავის პროდუქტზე რომ არის ცუდი. ეს არ არის ადვილი სათქმელი რა. და მე უცბად რომ შედიხარ ამ დობაში, უცბად შემოგტენის ძალიან ძვირიან ხორცს, ძალიან ძვირიან პამიდორს, ყიტრს და მე სახში რომ მიდიხარ ხოლმე ცოლებთან იციან გამარიაჩება რომ გალო მოვიტან ესენი გადავაზე და აქ ახლა ბიჭი არის ეს მე ახლა მე პოსტო პატივი მცა და პატივს წევს და მაგითო ახლა შინაური იყო გაიგე და ეგ რაღაცები ახლა ვიღაცებს მიყიდა ის წვანილი და მე ახლა მათი ვერ მაკადრა გაიგე რომ შენო კაი კაცი ხარო და მე და ახლა საუკეთესოა ყველაფერი აქ მოდი ვილაპარაკოთ დღეს რეკლამებზე და რამე კითხვა თუ გაგიჩნდებათ ანუ ამ თემის ირგვლივ რო იყოს რა იმიტომ რომ მე ისედაც უგად დავხტივარ თემიდან თემაზე და თქვენს ნუ შემიწყობთ მაგაში ხელს ბალის რეკლამაზე რა სიტყვა რატო ბალი და რა სხვა რამე. აი მაგალითად წარმოიდგინეთ რომ ყოფილიყო ეს ფეიხუა. არ ჩამორჩე დროს, გადმოდი ფეიხუაზე. ხვდები აი რაღაცი, მაგრამ ნუ ეს ფეიხუა მაინც უფრო ვიწრო იმისთვის იქნებოდა წრისთვის, ხო თვითონ ფეიხუას ხო უფრო ცოტა ჭამს ვიდრე ბალს. შესაბამისად ბალი ალბათ რა ვიცი, მოვიდა ჯოხთაბერიძე და თქვა რომ რაღაცა დღეს კაი ბალი ჭამიან რაღაც, ან ბალს ჭამდა თან და ვაიმე ბატონო, ბალი. შემჩნეულია ეგ კაც რაღაც ეგეთებს. კარგია რომ ყველაფერს ასად ჯოხთაბერიძე წამდა, მე არ ქონდა. რეკლამა თუ გაიკეთებიათ თქვენით. ჩემით? მომიფიქრებიათ. მომიფიქრები ეგეთი რეკლამა? უბრალოდ რეკლამა მომიფიქრებ, უბრალოდ ეს არ განხორციელებულა მე რა, მაგრამ აი მაგალითად მე კი არ მომიფიქრებია, უბრალოდ ჩემმა მეგობარმა მოიფიქრა. მე ერთი პერიოდი მეგონა რომ მე მოვიფიქრე, მაგრამ ახლა გამახსენდა. მე გამახსენდა რომ ჩემმა მეგობარმა მოიფიქრა რა. და ეგეთი რეკლამა, აი ნახეთ, ეს არის დაპატენტებულია ეს, რომ იცოდეთ. ჩაის რეკლამა. მაინტერესებს თქვენი შეფასებაც, მე მოგწონთ თუ არა, ვისაც არ გაქვთ კბილები ჩაისვით. არ არის ძალიან კაი? კბილი არ გაქვთ ჩაისვით, თუ არ გაქვთ კბილი ჩაისვით. სიტყვების კალამბური. მაგარია. ოღონ არ გაბედოთ მაგის გამო. ახალგაზრდა. უცხოეთში ყველაზე უფრო რა გაკლათ ხოლმე? ქართული მიწა. ჩვენა ხალისიანი გადაცემა გვაქვს. ნუ მახსენეთ, შენ ნანახი გაქვს ფესვები, შვილო? გახსოვს სიგდოდო აბაშიძე რო შედის გოგი გეგეჭკორთან. ვიოლინოზე რო უკრავს და ქართული. ხშირად გქონია ეგეთი მომენტები, მაგრამ ეხლა რაზეც არის ლაპარაკი, რა მაკლდა, აი მაგალითად ნათესავებთან ხო უნდა მელაპარაკებო, მე მელაპარაკა რა თქვა და მეგობრებთან მელაპარაკა, ნოსტალგია შემომაწვებოდა, ყოველთვის მინდოდა დარეკვა, მაგრამ ეს იყო ძალიან ძვირი ფუფუნება რა, როუმინგი ხო? ეს იყო ერთ-ერთი საშუალება თუ მობილური ქონდა რომ გელაპარაკა. თუ არა და იყო 1000 რაღაცა 07 8 10 8 2 8 3 8 5 არ ვიცი, ბევრი რაღაცა. მაგრამ როუმინგი იყო როგორი რამე იცი რომ ფაქტიურად ეხა იერარქიულად რო ავიღოთ როუმინგი ფუფუნების საგნებში რომ ესე ჩამოვთვალოთ, ჯერ იყო იახტა, ფერარი, მაზერატი, ეხა ახალი, თქვათ რაღაც ან ვოლგა პირველი სტალინის სადაც იჯდა, იახტა, ლეტიცია კასტა, რომელზეც ხელი გაქვს გადახვეული, შენ ამ ტენისი ბორის ელცინთან ერთად და როუმინგი. და როუმინგი იყო ამ ყველაზე მაღლა, იმიტომ რომ ღირდა რაღაცა 80 ლარი თუ რაღაცა და თან აქედან შემავალი ზარი იყო, თუ იქიდან შემავალი ზარი მნიშვნელობა არ ქონდა, რაღაცა დაგირეკავდა დედა და უცბად გეუბნებოდა მეორეჯერ რო გირეკა და რამე იქენი სასიკვდილე ჩამომაჭრა მთელი ფური, აი ბევრჯერ ხდებოდა ეგეთი სიტუაციები და თან ღირდა ძალიან ძვირი. მაგრამ ახლა უკვე ღირს 25 თეთრი. სხვა ადრე როუმინგთან მხოლოდ შეიძლება გახსენებოდა ფულის გათეთრება. ანუ ფულის გათეთრება ისეთი ანუ მარტო ვინც ფულს ათეთრებდა იმად ჰქონდათ ეს როუმინგი რა, ისევ პატა ზაქარიაშვილი ჩამერთა. უბრალოდ აღარ გავიმეორე. როუმინგი იმას ჰქონდა მარტო ვისაც 80 ლარი ჰქონდა. ამაშია საერთოდ. ახლა შეიცვალა. ახლა 25 თეთრი ღირს ეს. მინდა დარეკა და შემოსავალი ზარი აღარ არის. მაშინ ამიტომ ჩვენ აფხაზეთში შეგვიძლია დავრეკოთ 25 თეთრად.
რეალურად თან ყველა ქვეყანაში მართლა 25 თეთრია რა. ანუ ადრე ხო იყო რომ ამერიკაში 60, იმიტომ რომ ამერიკა მაგარი ქვეყანა იყო, ну 25 რაღაც სადღაც რა იქით რა, ისრაელი, ალბანეთში სადღაც. მაგრამ ეხა არის ყველგან ერთი ტარიფი, მოკლედ 25 თეთრად იგულავეთ. დარეკეთ, სადაც გინდათ საზღვარგარეთ, ყველგან შეგიძლიათ დარეკოთ და ასე ვთქვათ, ბატონო პაატა თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ხოლმე აფხაზეთში ხშირად. კორპორატიულის გარდა თუ შეიძლება კიდე. ხო და ეგეთი ამავე არის, ანუ რეალურად ეს მართლა მაკლდა კომუნიკაცია, მაშინ ხა არც ინტერნეტი იყო ხო და არც რაღაც ეგეთი და მე შემოვიდა ესენი. ამიტომ მაშინ იყო ეგ რომ მინდა, ეხლა ძალიან კარგია და მიხარია ესეთი. ხელმისაწვდომი გახდა. კიდე და თქვენ ნახეთ რეკლამა ეხლა რომელიც რომიკთან დაკავშირებით ჯეუსელმა გააკეთა, მე ძალიან მომეწონა. ეგ ისტორია თქვენ იცით საერთოდ როგორ მოხდა? გეტყვით. ანუ ეს რეკლამა საიდანაც წამოვიდა, რომ ერთი ტიპი იყო, რომელიც ბევრს მოგზაურობდა რა, ეხლა ჩემსავით ასე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან აცნობი სიტუაცია ეს სხვათა შორის, უბრალოდ მე თავში ვერ მომივიდა, თორე მე ვიქნებოდი ხა ის ინსპირატორი. და მოხდა ეგეთი რამე, რომ ანუ დადიოდა ბევრ ქვეყანაში და ეს თავისი გოგო ეუბნებოდა ხოლმე რომ კარგი, დავიღალი ამდენი ფოტოებს, ნუ ვიღებ, წამოდი, გესმის და სულ ეკაჩებოდა ხელით. და ერთხელაც ამან გადაიღო ეს გოგო როგორ ეკაჩებოდა ხელით და ეს მომენტი დააფიქსირა. შემდეგ ეს ატვირთთან, ხო ვითომ არაფერი, მაგრამ ნუ ერთხელ გადაიღო, ორჯერ გადაიღო და ატვირთთან ინსტაგრამზე და გამოუჩნდა სადღაც 1.5 მილიონი მიმდევარი ფოლოვერი. ხო და ეს ფოლოვერები რო გამოუჩნდა, ხო? ძალიან ბევრი ის ქონდა რა ქვია, გამოხმაურება, გახდა პოპულარული და შემდეგ აი ხა ეს რეკლამა არის, რომელიც თელიასონერა მიყიდა ამის იდეა. ეხა კიდე რაზე გამახსენე ჯეუსელს რეკლამა რა ხან ვახსენე, ხა კარგი ხო ვახსენე, ხა ისინიც ნოვახსენო, ხო რაც მე არ მომწონს. და რა არ მომწონს ჯეუსელის ზოგი რეკლამაში. აი თქვენ ხო გახსოვთ ის რა ქვია რეკლამა, რა ვიცი, დასაწყისით ვიტყვი, ანუ გონი ინტერნეტ პაკეტის არის. და როგორ არის, რომ ეს ნინო ტოგონიძე ან გონი თუ ვაცდები, იმ გოგოს სახელი და გვარი. და ესე არის რომ პირველად რომ ნახე Features ფესტივალი. ისპად გახსოვთ ეგ რეკლამა? არ გახსოვთ? სხვადასხვა მაგ რეკლამას აქვს ორი ვარიანტი. ერთი სლენგიანი გადაიღეს და მე რო თქოს აპაპაპ გაჩერდი. ხალხი ხალხი ვერაფერს ვერ გაიგებსო და მოდი ჯერ სლენგიანს ვიტყვი. სლენგიანით იყო ესე, პირველად იყო ესე რომ თავიდან რომ ნახე Features ფესტივალი ძალიან high energy იყო. უცბად ძალიან დიდ სერვერზე ვიყავი შეერთებული და გადავწყვიტე რომ გადმომეტანა საქართველოში. ძალიან ბევრი people მოვიდა და ერთად რომ მოვედით, ბევრი followers გამისცა ინტერნეტში. ეს რო ჩაირთო, უცბად უთხრეს რომ მაინც ერთი წამი გამშვიდიო. ამის და ქართულად შეგიძლიო და კიო. და მე დაიწყო ქართულად ამის ვერსია და ეს არის ქართული ვერსია. და ქართულად ნუ როგორ იყო ხო? მაინც ის იყო რა ქვია ეს Features-ი. მაგრამ იყო რა Features-ის ფესტივალი რომ ნახე, თორსა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში სპონტანურად ხდება. ბომ რაღაც ეგეთი და რა არის ამაში ანუ ხო? თქოს ხო არაფერი, მაგრამ მთელი ამბავი იმაში არის რომ ჯერ ეს რაღაცა ეს hi join come on აი მომენტი და მეორე ის რომ ფაქტურად აი ეგ ამ რეკლამის თამადობით მე მინდა კიდე ერთი ორი ისა დაქალებმა გავხსენითო ოფისიო და რაღაცა და იქ ძალიან მაგარი ესეთი გრაფიკა ანუ მართლა მაღალი დონის რეკლამებია მაგრამ ეხლა თქვენ აშკარად იგრძნობა რომ ვინც ეს რეკლამა გადაიღო და ვიზეც გათვალა აშკარად მტკვრის აქეთა სანაპიროზია გაკეთებული იქეთა სანაპიროზის ეს ყველაფერი ძალიან უცხოა იმით დაწყებული ამ კიდე კაის high energy არ გაუშვეს რა თორე იქეთა სანაპირო გადმოვიდოდა აქეთ და მან რა იყო კიდე იცი რომ ანუ აშკარად ამაზე და მე მეტიც მარტო მტკვრის აქეთა სანაპიროზე არ არის ლაპარაკი მტკვრის აქეთა სანაპიროდანაც ძალიან ბევრს არ ესმის ეს პატა ზაქარიშვილი მომაშურე აი კმაკ ყველა პერზე დამეწყობე. ის აკეთა სამები. აი, სო. ხოდა. რეალურად რა როგორ იყო რომ მარტო მტკვრის აკეთა სანაპიროზე გაიგე უბნებიც კი არის რომ მოსეშვილის რაღაცა ქუჩაზე გაიგებენ ამ რეკლამას მარტო და ბარნოვის რაღაც ქუჩაზე გაიგებენ ამას და ნუ ამ რეკლამას არ განიხილავს სახინგლეში ვინ განიხილავს რა რეკლამა გამოვიდა ნახე შენ ხო არა ეს ყველაფერი სად მოხდება ანტრეში მაკის ლეპტოპი ლატე მურაკამი დაქალი რომ დაждდება და აუ პრივეტრება ნახე ახალი რეკლამა რასიგიჟე იყო ხო ძალიან მაგარი აი ამ კატეგორიისთვის შექმნილი რეკლამაა და არ ვიცი ჯეოსელს ახლა რამდენად უღირს რომ მარტო ამათვის მარტო რა თქვა ეს რაღაცა ის არის სუ არიან ეგენი რამდენი გითხრათ 104
თუ 105-ი ზუსტად არ მახსოვს. ნუ 100-ს არ ცილდება ფაქტია. ასე რომ ეს უბრალოდ ჩემი რჩევა იქნებოდა. და ეს ვიდეო ეხა გავუშვათ, მე რახან გადავუხე, ანუ შეგახსენებთ ხო? გახსოვთ ხო Instagram-ზე რო ვატვირთეთ ასე შემდეგ. ახალი ჯეოსელის რეკლამა, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. მართლა ძალიან მაგარი გაკეთებული რეკლამა, თან მოგზაურობა ჩემთვის საყვარელი თემაა, roaming-ზეც უკვე მოგიყევით, რომ მნიშვნელოვანი თემაა ეგა და ნახოთ აბა ეს რეკლამა და საკმაოდ დიდი გარდერობია გოგოს თუ დავაკვირდებით. ახლა უკვე აღარ არის საჭირო მოგზაურობისა სხვა სიმპარათის აღება და ნომრის შეცვლა. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად და ისაუბრეთ ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 თეთრად. გამოყვებით roaming-ში, ჯეოსელი. კიდე ახლა მოდიში კვანცარეკოს ჯერ ნაწყენი ვარ. სახელები რო აქვს, აი შვილის სახელები ახლა ძირითადად რა, მაგალითად ბენზინ გასამართ სადგურებს ან ზოგადად ფილმებს, სამშენებლო კომპანიებსაც, მარკეტებსაც, აი მაგაზე რა აზრის ხარ და რას გეტყვი. თუ გახსენდება რამის ყველაზე კარგი სახელი რომელი მასები. იცი ეს თემა რომელსაც კომპლექსური მიდგომა ჩემი საყვარელი მიდგომაა. ყველა თემაზე ჭრის ეს პირველი ფრაზა. სანგუკო რა არის აბა? ჰა? ეგ არ არის? მაგთიც რა არის? ეგ არ არის? მაგთიც ეგ არის რეალურად. მანანა გამსახურდია. ხუმრობით. მა ეგ არის. რაღაცა მაქვს საქმელი. მოკლედ. ეხა ხო ცხელა ძალიან. და რამდენი რაღაცა ვილაპარაკეთ. ყველაფერი შეიძლება ზოგი ესეთი რეკლამაზე იქნება, ზოგი ისეთი. მე ძალიან ცხელა. ეს სიცხეებიც გადაივლის. საერთოდ ყველაფერი გადაივლის. მეც კი გადავიდა. მაგრამ მხოლოდ უსასრულო წერტილი ჯი არასოდეს არ მორჩება. დიდი მადლობა ძალიან მოგწონებისთვის. მადლობა.